გაეროში ამერიკის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ეძღვნება, პირველ თანასპონსორად საქართველოს გამოუჩნდა. ახლა დოკუმენტს მხარს ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაც უჭერენ. ვინ დაიწყო ომი ან კრემლის მიმართ მოთხოვნები ამერიკულ პროექტში ნახსენები არ არის. დოკუმენტი მხოლოდ ომის დასრულებაზეა ორიენტირებული. სწორედ მშვიდობაზე ფოკუსირებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს რეზოლუციის პირველი თანასპონსორი გახდა. ჩვენი პოლიტიკა ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი სხვა არ ყოფილა თუ არა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ასეთივე გვინდა ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ უკრაინას. ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მშვიდობისკენ, წარმოუდგენელია, რატომ უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი, მაშინ, როდესაც ეს ომი პირდაპირ გავლენას ახდენს მთელი ევროპის რეგიონზე. უკრაინის მშვიდობა ეს არ არის მარტო უკრაინაში მშვიდობა, ეს ნიშნავს მშვიდობას მთლიანად რეგიონში და რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ უხოხმანოთ იმ წამსვე, ასე ვთქვათ, დავეთანხმეთ ამ რეზოლუციას და რა თქმა უნდა ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ამერიკული რეზოლუციის ღიად კრიტიკისგან ოპოზიციაში თავს იკავებენ, თუმცა არ მალავენ სურვილს, რომ რუსეთის ქმედებები უფრო მკაცრად შეფასდეს. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტის ტექსტი შეიცვლება და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას შესაბამისი შეფასებები მიეცემა. სადაც რუსეთი იქნება მოხსენებული აგრესორად, სადაც ეწერება, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი, სადაც ეწერება, რომ რუსეთი არის და პუტინის რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ხოცავდა და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუცია უნდა იყოს მხოლოდ მხარდაჭერა. ჯერ ძალიან ადრე არის ვისაუბროთ იმაზე, თუ რა საბოლოო ფორმას მიიღებს ეს რეზოლუციები, თუმცა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არის ერთი რამ, რომ მტერს ერქვას მტერი. ამერიკის მიერ ინიცირებული რეზოლუციის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება არ უკვირთ მმართველ პარტიაში. უმრავლესობაში თვლიან, რომ ოპონენტები ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას დაუპირისპირდებიან, თუკი ასეთ დავალებას მიიღებენ. რეზოლუციის თანასპონსორობაზე გადაწყვეტილების მიღებისას კი სახელისუფლებო გუნდისთვის ამოსავალი წერტილი ომის დასრულების მიზანი და დოკუმენტის ინიციატორი ქვეყანა იყო. ომის დაწყების წინა პერიოდიდან დღემდე გვესმის, რომ ის ვინც მშვიდობის მომხრეა, ის რატომღაც რუსეთის მომხრეა და ვინც ომის მომხრე არის, ის რუსეთის წინააღმდეგ არის. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში, იმიტომ რომ საერთოდ ტენდენცია იქითკენ, რომ ეს ომი შეწყდეს, ამ ტენდენციას ყველა დონეზე ჭირდება მხარდაჭერა. ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ოპოზიციაში არიან და არა პოლიტიკურ ოპოზიციაში, ებრძვიან არა საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოს უბრალოდ და საქართველოში პოლიტიკური აქტორების მიმართ აკეთებენ განცხადებებს, არამედ ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მძიმეა ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება და რა თქმა უნდა ჩვენ ხარი დაუჭირეთ აღნიშნულ რეზოლუციას. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული სამშვიდობო რეზოლუციის პირველი თანასპონსორი, რომ საქართველო იყო, ეს ფაქტი ხალხის ძალისთვის სიმბოლურია. სიმბოლური არის, რომ შეერთებულმა შტატებმა დააინიცირა რეზოლუცია უკრაინის ომთან დაკავშირებით, მშვიდობასთან დაკავშირებით და პირველები ჩვენ ვართ, რომლებად მხარი დაუჭირეთ აი ამ რეზოლუციას. არ ვიცი, ეხლა თუ გლობალური ომის პარტია ჩვენ მოგუნათლავს როგორც პროამერიკელ ძალას, ეს მათი გადასაწყვეტია. უკრაინაში ომთან დაკავშირებით გაეროში ორი რეზოლუციაა ინიცირებული. შეერთებული შტატების გარდა დოკუმენტი უკრაინამაც მოამზადა. კიევის რეზოლუცია რუსეთს უკრაინაში შეჭრასა და ომის დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს. წინასწარი ინფორმაციით უკრაინულ ვერსიას მხარს ევროპის ქვეყნები უჭერენ, თუმცა ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს უკვე აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება და კიევმა დოკუმენტი უკან უნდა გაიწვიოს.